მოვიდით ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად. ძალიან დიდი ხანია მათთვის არ მაქვს დრო და ამიტომ გამოვნახე დრო რომ წავიდეთ დაჩაზე და ძალიან გემრიელობები გავუკეთო მონატრებული და ამიტომ წამომყრენ ხა ერთად ავარჩევთ ინგრედიენტებს და ერთად გავაკეთეთ და მომზადეთ გემრიელობებს. ხოცავ ხოლმე ერთმანეთს ჩემ ბოვარში არა არაჟანი გავუკეთე არა მაიონეზიო ეხლა ზუსტად ჩვენ ახალ პროდუქტს ვიყიდით სლობოდასი სადაც არის მაიონეზი და არაშნის ნარგავი და თქვენი ომით დასრულდება ჩვენი საფირმო ბოვარი დიახაც ეს არის კი ეს სოუსებით გავაკეთოთ და წავიღოთ ხო ესე წავიდეთ აგარაკზე. ახლა მე მოგიმზადეთ გემრიელეს მადამ ბოვარს. მე ესე ვეძახი მადამ ბოვარს და ეხლა მე არ დამიწყოთ რომ ესე არ კეთდება თუ ესე არ მზადდება. ეს არის ჩემებური მადამ ბოვარი. მადამ ბოვარისთვის ჩვენ დაგჭირდება ბოსტნეული, პომიდორი, ბულგარულები, ორივე ფერი, სოკო დაგჭირდება, ფარში და გამოვიყენებთ სლობოდას ახალ პროდუქტს, მაიონეზ პროვანსალსა და არაჟანს ერთობლივად და ეს ომიც დასრულდება, რომ ნინას მადამ ბოვარი უყვარს მაიონეზით და მარიამს უყვარს არაჟნით. შევაზავთ ფარში სასურველია რომელიც გაქვთ სახლში ეს აჯიკა გამოიყენოთ ცოტა ციცაკა არასაკმარისია და შავი პილპილი მიუხედავად იმისა, რომ ეს დიეტური კერძი ნამდვილად არ არის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს შეიძლება რომ გამონაკლისი დავუშვათ. ძალიან ბევრი დიასახლისი და ჩემი მეგობრების ხან არაჟანს ხმარობენ ამ კერძში, ხან მაიონეზს. გამითავისუფლეთ მოვდივარ ძალიან სუყე კერძია პრინციპში სულ მცირე ულუფად საკმარისია იმისთვის რომ დაანაყრდეთ იმიტომ რომ ძალიან სუყე პროდუქტია პრინციპში ეს მაიონეზი და არაჟანი ძალიან მოუხდა ამ კერძს როგორც გითხარით ხან მაიონეზით ვამზადებდი ხან არაჟნით გემოვნების მიხედვით და ეხლა ორივე ერთად უგემრიელესია და ძალიან უხდება ჩვენს კერძს გამოვიყენე სლობოდა არაჟნით და მართლა ძალიან მოუხდა და ძალიან გემრიელია
პრინციპში არ ვიცი გირჩევ თქვენი სტუმრებისთვის ნამდვილად უგემრელისი იქნება და არ შერცხვებით პირიქით ძალიან დიდ მოწონებას დაიმსახურებს თქვენი ეს კერძი.